მადლობა ქალბატონო გუგული რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას არ ვიცი ეხლა უსმენდით თუ არა თინა ხიდაშელს მან თქვა რომ უკვე უნდა გქონდეს ჩვენ შეთავაზებული ჩვენი დღის წესრიგი ამერიკისთვის და ფანჯრიდან შესვლის პრინციპზე უნდა იყოს გადასული ქვეყანა რა სიტყვით თქვენ მხოლოდ მილოცვა რომელიც ჩვენ ნახეთ არ არის საკმარისი ასეთია თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოზიცია მოგესალმებით. თავისთავად ტრამპის გამარჯვება ეს მართლა ახალი ეტაპია და გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო თუ გამოვალთ იქედან რომ ამერიკა ეს არის ისეთი ღირებულებების ქვეყანა რომლისკენაც ჩვენ ყველა მივისწრაფით და სადაც უბრალოდ ადამიანის უფლებები თანასწორობა და სხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენმა ხალხმაც გამოხატა ამ იდეალების მიმართ ერთგულება როდესაც აირჩია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო რომელსაც გაცხადებული აქვს ძალიან მყარად თავისი დასავლური ღირებულებები ასე რომ ამ თვალსაზრისიდან ჩვენ მართლა ბევრი მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პატივისცემა ჩვენი ერთგულება იმ იდეალების მიმართ რაც არის დასავლური ღირებულებები დასავლური იდეალები და ხაზი გავუსვათ იმას რომ ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატები იყო არის და იქნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორი როგორც ჩვენი უსაფრთხოების ისე ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე და ცხადია ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთხელ მივიღოთ აღიარება იმის შესახებ რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა და მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოება მე მიმაჩნია რომ ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობა საკმაოდ მყარია მან ამ 25 წლის განმავლობაში გამოიცვალა სხვადასხვა პრეზიდენტები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე საქართველოში მაგრამ ეს ურთიერთობა რჩება როგორც მყარი ურთიერთობა იმიტომ რომ ორ ინტერესებზია დაკავშირებული და დავყარებული. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალურად რომელიმე პრეზიდენტის სურვილი ან ერთი ან მეორე მხრიდან, ეს არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. ამერიკას სჭირდება რეგიონში საიმედო პარტნიორი და დასაყრდენი და ასეთი ყველაზე საუკეთესო პარტნიორი და დასაყრდენი მისთვის არის დემოკრატიის გზაზე შემდგარი საქართველო და თავის მხრივ საქართველოს სჭირდება ძალიან მყარი და საიმედო პარტნიორი თავის უსაფრთხოებისთვის, თავის დემოკრატიულ განვითარებაში ხელი შეწყობის გინდაც ეკონომიურ განვითარებაში ხელი შეწყობისთვის და ეს ორმხრივი სარგებლიანობა ამ ურთიერთობისა ჩემი აზრით განაპირობებს იმას რომ ტრამპის პრეზიდენტობის და გინდაც სხვა ვინმეს პრეზიდენტობისას ეს ურთიერთობა გამყარდება და გაძლიერდება. ქალბატონო გუგული მე გეთანხმებით ნამდვილად შემაშფოთება. ამ ურთიერთობების მნიშვნელობაში თუ გავიხსენებ ჩვენი ახალგაზრდა დამოუკიდებლობის ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის დახმარებები საერთაშორისო დახმარებები და ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყნის განსაკუთრებით. მაგრამ ერთი კითხვა მინდა ასეთი რომ დაგისვათ. აი თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენ მას სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში დემოკრატიული სახელმწიფო როგორც პარტნიორი ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ რა გვაძლევს იმის გარანტიას რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გეგმების განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ისევ დავრჩებით მათთვის დავუშვათ მნიშვნელოვან პარტნიორად. გეკითხებით რატომ რეგიონში? მან დაანონსა რომ პუტინთან შეხვედრას გეგმავს პირველი ვიზიტი ექნება მოსკოვში. ჩვენ არ ვიცით რა პოზიციას დაიკავებს იგი ამერიკულ-რუსულ მოლაპარაკებებში. პუტინი მაგალითად წინასწარ აცხადებს რომ მას იმედი აქვს რომ ეს ურთიერთობა გამოვა კრიზისიდან. ხომ არ ფიქრობთ რომ არსებობს რეალური საფრთხე რომ შესაძლებელია ამ მოლაპარაკებების შედეგად საქართველო აღმოჩნდეს რუსეთის პირისპირ მარტო? ამ მოსაზრებას მე არც უშვებ, იმიტომ რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უპირველეს ყოვლისა იქნება მიმართული ახლო აღმოსავლეთში მიმართული პრობლემების გადასაჭრელად, იმიტომ რომ იქ მართლა რუსეთის პარტნიორობა სხვადასხვა ბევრი მიზეზების გამო, იგივე ასადის პრეზიდენტობა და სხვა აუცილებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ვერც რუსეთი, ვერც ამერიკის შეერთებული შტატები ვერ აგვარებს ამ პრობლემას და ეს იქნება ჩემი აზრით
მათი შეხვედრის მთავარი ამოცანა. მაგრამ საქართველოს ასე ვთქვათ შეტოვება რუსეთისთვის ეს ამას ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ დაუშვებს, იმიტომ რომ ეს არის იმ ძირითადი საერთაშორისო პრინციპების უგულველყოფა, რომელსაც მიუხედავად დემოკრატიული განვითარების დონისა, მიუხედავად იმ შეხედულებისა, რაც ვთქვათ წინა საარჩევნოდ გამოაცხადა ტრამპმა, ეს ძირითადად მაინც ადამიანის უფლებები და ლიბერალურ ღირებულებების მიმართ მისი დამოკიდებულება იყო, თორე საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ეს არის ისეთი აღიარებული პრინციპი, რომ ასეთ პრინციპს ვერავინ ვერ იტყვის უარს, მით უმეტეს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია. ამერიკა მიუხედავად იმ დაპირებებში, თქვათ, არც ძალიან დემოკრატიული გამონათქვამებისა, მაინც ესე იგი რჩება დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ბურჯად მსოფლიოში და სხვათა შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, მოვკარი ყური, რომ უკვე მის გეგმებში აღარაა ნახსენები, რომ მუსულმანებს დაეკეტებათ ამერიკის კი, ამოიღეს უკვე ტრამპის შტაბის თანამშრომლებმა მისი ვებგვერდიდან ეს განცხადება, რომელიც სწორედ მაგაშია საქმე, რომ წინა საარჩევნო დაპირებები და რეალური ქმედებები, როდესაც ის ადამიანი პრეზიდენტი ხდება, განსხვავებული ამბავია. მან უკვე გამოაცხადა, რომ ის არის ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ესე იგი, მან უკვე განაცხადა, რომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან. ასე რომ, გარდა ამისა არ დაგვავიწყეთ, ამერიკა ძალიან ძლიერია ზუსტად ინსტიტუტებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით და იქ ინდივიდუალური ადამიანმა შეიძლება რაღაცები ცოტა შეცვალოს, მაგრამ ძირითადად ხაზი და გეზი არ იცვლება ხოლმე და დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე არ ხდება არანაირი გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ ტრამპი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია იმისთვის, რომ მიხვდეს ამას. ქალბატონო გუგული, ტრამპ აი ერთი განცხადება მინდა ეხლა რომ წაგიკითხოთ, როგორც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელს. ტრამპი იძახის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ დიდი ამერიკა, ამიტომ ამერიკელებს ჩვენთვის ნაკლებად ეცლებათ. ჩვენს თავს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ, ევროპისთვისაც ნაკლებად ეცლებათ. ამიტომ ჩვენ უფრო ევროპულ პარტნიორებთან უნდა გავაღმაოთ ეს ურთიერთობა და საერთოდ ამ განცხადების ავტორი ამბობდა, რომ შეიძლება მძიმე დაისახოს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებზე ტრამპის გაპრეზიდენტება. ამ განცხადების ავტორი თქვენი გუნდის ახალი წევრია, ეს არის დავით ჭიჭინაძე, ქართული ოცნების დეპუტატი. რა სიტყვით ამ განცხადებაზე თქვენ? იცით რა, თითოეულ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს შეიძლება ქონდეს თავისი მიდგომები და რაღაც აქცენტი გაკეთდეს ევროპაზე, რაიმე აქცენტი გაკეთდეს ამერიკაზე და სხვა, მაგრამ ჩვენი ესე იგი ოფიციალური პოზიცია არის სწორედ ის, რომ ჩვენ თანამშრომლობა უნდა გქონდეს ძალიან მჭიდრო ევროპასთან, უნდა გქონდეს ამერიკასთან. ეს ფაქტიურად ევროპა და ამერიკა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი და ეს ჩვენ არ გვავიწყდება არც ერთი წუთში და არც ერთ წამში და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური განცხადებები შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ თავარია ეს ოფიციალური კურსი, თავარი არის მაინც ქართული საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება, იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ევროპის მიმართ და რაც თავარია გაცხადებული კურსი ჩვენი პროდასავლური მთავრობისა. ამიტომ მე მიმაჩნია მაინც რომ ურთიერთობები არანაირ ჩიხში არ შევა, პირიქით ურთიერთობები გაძლიერდება და ამავე დროს ამ ურთიერთობის შედეგად ჩვენ არ ვიქნებით ასე ვთქვათ განზე გაწეული, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონში სხვადასხვა ბევრი გარემოებების გამო ნამდვილად ვართ დასაყრდენი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და სხვა, ესე იგი ევროპული სახელმწიფოებისთვის და საერთოდ ევროპული და დასავლური ღირებულებებისთვის, ამიტომ ამ მხრივ მე არ ველოდები, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება იყოს და რაც თქვენი ოპონენტები, ქალბატონო გუგული, ხშირად ამბობენ, რომ ერთი წუთი დამამთავრებია. კი ბატონო, დაასრულეთ და მერე დაგისვამთ. დამამთავრებია, რომ ჩვენ დიახ, ჩვენ ესე იგი თავარი მაინც ის არის, ახლა გამიწყდა აზრი, თავარი არის ის, რომ ჩვენ სწორედაც იმის გამო რომ ვართ ამ ტიპის ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობის გამოხატულება დასავლური ღირებულების არის ერთ-ერთი უმაღლესი მთელ რეგიონში. აი სწორედ ეს არის ის ძალიან კარგი საფუძველი, რის გამოც ევროპაც და ამერიკაც ჩვენ გაგვიხილავს როგორც ძალიან საიმენდო და ერთგულ პარტნიორს. ქალბატონო გუგული, მე წეგან გეკითხებოდით, ახლა გავიმეორებ, თქვენი ოპონენტები ძალიან
ხშირად ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ იმაშიც, რომ საერთაშორისო არენაზე უფრო და უფრო ნაკლებად ისმის ჩვენი სიტყვა და განსაკუთრებით ამერიკის მიმართულებით. რა პასუხი გაქვთ ამ შემთხვევაში თქვენი ოპონენტებისთვის? მე არ მიმაჩნია რომ ეს ასია, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური კავშირები გვაქვს. თქვენ ხედავთ რომ ნატოს პროგრამები ფართოვდება, იქნება ახალი ცენტრი შეიქმნა, ახალი აღჭურვის პროგრამები და ასე შემდეგ, ასე რომ იგივე შავი ზღვის ეკვატორიაში რა პროცესები მიდის. ამის გამო მე ვფიქრობ, რომ რაც თავარია საქმე მიდის ისე წინ, როგორც უნდა მიდიოდეს. ამიტომ ესე იგი ვიზიტი, თქვა 10 ვიზიტი იქნება თუ 5 ვიზიტი, მთავარია ვიზიტი იყოს შედეგიანი და ამ მიმართებით მე ვთვლი რომ არანაირი თქვათ უკანსვლა ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ პირიქით ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ არსებობა ჩვენ რეგიონში ძალიან ბევრი მიმართულებით, იგივე მე ძალიან მიყვარს განათლება, იგივე ძალიან ეკონომიკის მხარდაჭერა, თავისთავად თავდაცვის და უსაფრთხოების განმტკიცება საკმაოდ ინტენსიურად მიდის წინ, ასე რომ მე ვერ ვიტყვი რომ ეს საქმიანობა რაღაც უკანა პლანზე წავიდა და უკვე უფრო შესუსტდა და მით უმეტეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ცხადია ჩვენ კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა მივაწოდოთ ჩვენ სახშახებ ინფორმაცია, უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ ყველა დონეზე და მე მიმაჩნია რომ ამ ხრივ მართალია ესე იგი ეს შეიძლება ჩემთვისაც უფრო მოულოდნელი შედეგი იყო და ცოტა მაინც ვარაუდობდი მეც კლინტონის გამარჯვებას, ესე იგი როგორც ქალ პრეზიდენტს ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის გენდერული თანასწორობიდან გამომდინარე, რომ ამ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო ქალი, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავამყაროთ და ვითანამშრომლებს კიდეც ცხადია არჩეულ პრეზიდენტთან და მიმაჩნია რომ გონიერი ადამიანი ტრამპი, რომელიც გონიერი ადამიანია, ყოველთვის დაინახავს იმ აუცილებლობას, რაც არის ის, რომ საერთაშორისო ნორმების დაცვით და საიმედო პარტნიორი უნდა განამტკიცო და მასთან ურთიერთობა უნდა გააღრმავოს. საინტერესო აქ არის ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობდით წეღან ამაზე, რომ მხოლოდ ერთი პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს და მნიშვნელოვანი არის სისტემა და გუნდი, თუმცა აი ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა მაგალითად ასეთი რუსეთის ხელისუფლებას დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან კონტაქტები საარჩევნო კამპანიის დროსაც ჰქონდა და არჩევნების შემდეგაც ექნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლიაპკოვი აცხადებს, ანუ ჩვენ გვექნებაო ეს კონტაქტები და ერთი თემის კომენტარი მინდა თქვენგან რომ მოვისმინო ქალბატონო გუგული. მე წეღან გადაცემის დასაწყისში გაუშვი სააკაშვილის ინტერვიუს რაღაც ნაწილი, სადაც ის ამბობდა რომ აი ჩემ დროს იყო შანსი რომ ტრამპსგან ეხორციელებინა მასშტაბური პროექტები და ეხლა ტრამპის ნაცვლად მიიღეთ ივანიშვილის პანორამაო. რას უპასუხებდით ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს? იცით რა ხა ჩვენ მე მაგალითად ჩვენ არ ვიცით რეალურად ტრამპის ჩამოსვლა გვახსოვს დიდი ზაზეიმით, მაგრამ ამას არ მოყოლია არანაირი შედეგები და რაც შეეხება პანორამას, ეს არის რეალისტური პროექტი და მე ვფიქრობ რომ აქედან საქართველოს და თბილისს მხოლოდ ესე იგი უკეთესი მომავალი ექნება და განვითარების უკეთესი საშუალება და ტრამპის პროექტის შესახებ ჩვენ ვხედავდით რომ ბატონი რამიშვილი იყო ჩართული ამ საქმეში თუ არ ვცდები, საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა იმისთვის რომ ტრამპი ჩამოსულიყო საქართველოში, გაეკეთებია რაღაც განცხადებები, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოყოლია, ასე რომ ეს უნდა გითხოთ მიხეილ სააკაშვილს, რატო არ მოყვა შედეგები ამ ტრამპის ვიზიტს საქართველოში. მადლობა ქალბატონო გუგული, წარმატება მინდა გისურვოთ და მადლობა გადაგიხადოთ რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ქართული ოცნება გუგული მაღრაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ერთი კითხვა თუ არ გამიწყდა, არ ვიცი ისევ თუ ხართ ხაზზე, დამავიწყდა როცა ოპონენტების ბრალდებებზე გეკითხებოდით, აი მაგალითად რომ საერთაშორისო დონეზე უფრო ნაკლებად ისმის ჩვენი სიტყვა. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ეს მაგალითად პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში, როცა ევროსაბჭოს ასამბლეაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უყარეს კენჭი და არ დაესწრო ქართული დელეგაცია. აი ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი იმისი, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდეს და უშუალოდ თქვენს საგარეო ღირებულებებთან დაკავშირებით.
ესე იგი, ჩემ პირადად ჩემ საგარეო ღირებულებაში მე მგონი საქართველოში თუ ვინმეა პოლიტიკაში ჩართული არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, იმიტომ რომ მე 1995 წლიდან ვარ ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის პრეზიდენტი და უამრავი საქმე გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ამერიკა გაგვეცნო საქართველოსთვის და დემოკრატია მართლა გაეგო ქართულ მოსახლეობას რაც იყო და დღესაც ვაგრძელებ ფულბრაიტის პროგრამით 2 წელი გახლდით, არაერთი პროექტი მაქვს გაკეთებული ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, ასე რომ მე სხვათა შორის ევროპაში ხშირად ზოგჯერ ზოგ დელეგაციასთან საუბარში გამოდის, რომ ჩემზე მეტი დამცველი ამერიკულ პოზიციებს არ აქვს, რომ მე მართლა მიმაჩნია, ეს არის უდიდესი სახელმწიფო, უნიკალური სახელმწიფო, თავისი შესაძლებლობით, თავისი განვითარების პერსპექტივით და ამავე დროს არის ძალიან სანდო და მყარი მხარდამჭერი ჩვენი უშიშროებისა და უსაფრთხოებისა და ჩვენი თავდაცვის უნარიანობისა. ასე რომ მე ნამდვილად ვერ მივიღებ ოპონენტებიდან ამ შეხვედრას, რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ არაერთხელ განმაცხადეთ, რომ იმ დონეზე, როდესაც კომიტეტში, სადაც წყდება საკითხი, როგორი იყოს რეზოლუცია, ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურად და იმ მომენტში ჩვენ გვქონდა შეხვედრა შვეიცარიასთან, რომელიც ჩვენ წარმოგვადგენს რუსეთს და რუსეთთან ურთიერთობაში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ასე რომ თვითონ ესე იგი პლენარულ სხდომაზე ხმის მიცემა არ მიცემა, როდესაც იქ არის საკმარისი ხმის მიცემი ადამიანები, არ არის ხოლმე გადამწყვეტია რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილეობა და მხარდაჭერა კომიტეტში, რაც ჩვენმა დელეგაციამ გააკეთა. წარმატებები ქალბატონო გუგული, მე ვემშვიდობები გუგული მაღრაძეს და ვიდრე რეკლამაზე გადავალ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნად შესაძლოა საქართველოს აქტიური მხარდამჭერი სენატორი ბობ კორკერი დაინიშნოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესაძლოა სწორედ მან დაიკავოს ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს სენატორი ბობ კორკერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ის არის ერთ-ერთი ინიციატორი კანონპროექტის რომელიც საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას ამერიკის შეერთებული შტატების ნატოს არაწევრ მთავარ მოკავშირედ აღიარებს დაუბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შინჰოფერის სამყაროში. მხოლოდ ავსტრიული ხორცისგან